მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მინდა რომ ყველანი კარგად გრძნობდეთ თავს. დავიწყოთ ჩვენი გაშლა და გავშალოთ დღეს მის ნაბიჯებზე. რა ნაბიჯები ექნება მას უახლოეს მომავალში? ანუ თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას. რა ნაბიჯები ექნება თქვენსკენ უახლოეს მომავალში? ჯერ გავიგოთ მისი თქვენი ურთიერთობის შესახებ. რა მდგომარეობაშია თქვენი ურთიერთობა ამჟამად? ჩაიფიქრეთ ეს ადამიანი, თქვით მისი სახელი და გვარი და ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ურთიერთობა გაქვთ ამჟამად თქვენ და თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. საინტერესოა. ხო, აქ უფრო თქვენი ენერგიები ჩანს ამ ურთიერთობაში, მეგობრებო. ეხლა უნდა ვთქვა აუცილებლად წინაზე თუ იმის წინაზე რომ გავშალე, თქვენთვის მაშინაც იგივე ენერგიები ამოვიდა, როგორც მახსოვს და ახლაც ის ამოდის. უბრალოდ სხვა დასტით ვშლი. ძალიან საინტერესოა, თქვენ ხართ ახლა ისეთ ენერგიებში, ვიღაცისთვის ქმარი იყო მეგობრებო ეს პიროვნება, ვიღაცისთვის უნდა გამხდარიყო, გქონდათ სერიოზული ურთიერთობა, ან გინდოდათ მასთან სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ აქ მოხდა რაღაცა გარღვევა თქვენ შორის, თქვენ აირჩიეთ უფრო ძირითადად კონცენტრაცია გააკეთეთ საკუთარ თავზე. და არ გაწირეთ და არ გადადეთ თქვენი თავი ამ ურთიერთობისთვის, ასე ვთქვათ და თითქოს მიხვდით, რომ ეს ურთიერთობა თქვენთვის აღარაფერს აღარ ნიშნავდა და ძირითადად უფრო მნიშვნელოვანი იყო ის ურთიერთობა, რაც ადრე ამ ადამიანთან გაკავშირებდათ. თქვენ თითქოს დაინახეთ გამოხვედით რაღაცა ილუზიებიდან, შეიძლება რაღაცებს ზოგჯერ გვემართება ხოლმე ქალებს ესეთი სიტუაცია, რომ გვინდა და გვიყვარს ადამიანი, მასთან წარმოვიდგენთ ხოლმე, ჩვენით შევქმნით ხოლმე რაღაც სიტუაციას, რაც რეალობას აცდენილია. ან თვითონ ამ ადამიანს წარმოვიდგენთ ხოლმე ისეთად, რომელიც რეალურად არ არის. ჩვენს შინაგანად ვქმნით რაღაცა იმ ილუზიას, რომ როგორც გვინდა რომ იყოს. თქვენ გამოიჩინეთ სიძლიერე ამ შემთხვევაში და წახვედით ამ ურთიერთობიდან, დაანებეთ თავი და გადახვედით ცხრიანების პენტაკლების მდგომარეობაში. აგერ ანუ ბეჭდების დედოფალი, ცხრიანების ბეჭდების 9, აქ როგორც არის აღნიშნული, ვკითხულობ და ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ შეიძლება იმაზე უფრო უკეთესად გრძნობთ თავს, ვიდრე ამ ადამიანთან იყავით, ან ამ ადამიანის გაცნობამდე იყავით, ბევრად კარგად ხართ. თქვენ თითქოს დაიბრუნეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, ან შექმენით ეს უკეთესი ვერსია, აღმოაჩინეთ უბრალოდ თქვენს თავში ის საუკეთესო მე, რომელიც ყველა ადამიანში დევს და აი ახლა ხართ ამ მდგომარეობაში, ძირითადად თქვენი ენერგიებია ამ ურთიერთობაში უფრო მეტად. თქვენ თავს გრძნობთ ძალიან კარგად, თავდაჯერებულად, შეიძლება თქვენმა შემოსავლებმაც ძალიან მოიმატა და დაბალანსებულად რაღაცნაირად, აი თითქოს ზოგადად ხდება ხოლმე ესე, შეიძლება ჩვენ ქალები ვერ ვაფიქსირებთ ამას, მაგრამ როდესაც
გვაქვს ვართ ისეთ ურთიერთობებში, რომელიც არაფერს აღარ გვაძლევს, პირიქით ნერვიულობას და განცდებს გუმატებს ცხოვრებაში, ჩვენი ფინანსებიც უკან და უკან იწევს აუცილებლად და სხვა ცხოვრებისეული სფეროებიც. ყველაფერი რაღაცა ერთმანეთზე არის აწყობილი და მე ვიძახით ხოლმე, რომ ყველაფერი ერთად დამემართა. ამ დროს პირადი ურთიერთობები, როდესაც პირადში ვართ უბედურები და არანაირად არ გვაკმაყოფილებს ეს სიტუაცია და ჩვენ აქ ვჩერდებით, უკან და უკან იხებს ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებიც. ამიტომ არ ღირს თავის შეწირვა ისეთი ურთიერთობებისთვის და იმის იმედად ყოფნა, რომ ოდესღაც რაღაცა გამოსწორდება, რაღაცა არა ვიღაცა ეს ადამიანი გამოსწორდება, ამის იმედად ყოფნა და დროის კარგვა არ ღირს მეგობრებო და თქვენ ეს შეძელით, წამოხვედით და მიიღეთ კიდეც ამ ყველაფრის შედეგი. იმასაც დავამატებ, რომ თქვენ ამ ურთიერთობიდან არ წამოხვედით რაღაცა პანიკებით და ისტერიკებით და ერთი ამბებით, ძალიან ასე ვთქვათ, ტექნიკურად მოუგვარეთ ამ ადამიანს, პოზიტიურად შეძლების დაგვარად და უფრო ესე დიპლომატიური მიდგომებით გააგებინეთ ამ პიროვნებას, რომ თქვენ იქ მასთან ერთად ყოფნა აღარ გინდოდათ, მასთან გაჩერება აღარ გინდოდათ. ანუ თქვენ ხართ ის პიროვნება, რომელიც კი არ იბუტება და კი არ გარბის ურთიერთობებიდან არა პირიქით, თქვენ შეგიძლიათ ადამიანი დააფასოთ, მაშინაც კი, როდესაც ის თქვენთვის აღარაფერს აღარ ნიშნავს, ან მასთან ურთიერთობაც სუდად გხდით და გაუბედურებთ, დააფასოთ იმ დონეზე, რომ შიშარასავით კი არ გაიქცეთ და დაიგარგოთ, არა. აუხსნათ ამ პიროვნებას ყველაფერი და ისე წახვიდეთ მისგან. ძალიან დასაფასებელია თქვენი მხრიდან. აქ ფონად ამოგვივიდა იმპერატორი, მეგობრებო. თქვენი ურთიერთობის განხილვა მქონდა ხა ამჟამად და ძირითადად თქვენი ენერგიები ამოვიდა, მაგრამ ამოვიდა ასევე ფონად იმპერატორი. ანუ ეს კაცი თქვენთვის მნიშვნელოვანი შეიძლება დღემდე არის, მაგრამ უბრალოდ ხვდებით იმას, რომ ის თქვენ იმ დონეზე არ გაფასებთ, ან არ გამოსდის ეს ყველაფერი, რასაც თქვენ იმსახურებთ რეალურად. თუმცა თქვენთვის დღემდე არის მნიშვნელოვანი ეს პიროვნება, მაგრამ აქ არ ვიცი, აქ შეიძლება ვისთან როგორ რეზონირდება, შეიძლება აქ მიზეზი თქვენი წასვლის იყო მესამე სხვა პიროვნების არსებობა ურთიერთობაში, რაღაცა დაფარული მიზეზები, რაც თქვენ შეიძლება ხვდებოდით, რომ რაღაცას გიმალავთ ადამიანი, მაგრამ არ იცოდით და ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა. ყოველ შემთხვევაში ამ პიროვნებას მის უკან რაღაცა, ამ პიროვნების უკან იმალება ნამდვილად რაღაცა დაფარული, რაღაცა მესამე ფაქტორი, მესამე პირი, არ აქვს მნიშვნელობა, რის გამოც თქვენ უკვე ვეღარ შეძელით მასთან ერთად ყოფნა. აქ შეიძლება ადამიანი არ იყოს მესამე ფაქტორი და იყოს რაღაცა სხვა გარემოება თუნდაც, არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში აი თქვენი ურთიერთობის დახასიათება არის ამჟამად აი ესეთი, რომ იმყოფებით ასეთ მდგომარეობაში, თქვენი ურთიერთობა ამ მდგომარეობაში ამჟამად. კარგი, მოდი აბა გავიგოთ. რა ნაბიჯები ექნება ამ პიროვნებას, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? ვინ
მაინც თქვენ ჩაიფიქრეთ ახლა რა ნაბიჯები იქნება თქვენსკენ ამ პიროვნებას უახლოეს მომავალში. მეგობრებო, აი ამ დიდი ცვლილებების და ტრანსფორმაციის შემდეგ ეს პიროვნება საკმაოდ ისეთ ემოციურ მდგომარეობაში ამჟამად მოწყვლადია, ასე ვთქვათ, ემოციურად თავის შეკავება უჭირს შეიძლება ამ ემოციების რაღაცა არის არჩევნის წინაშე ეს პიროვნება ნამდვილად გადაწყვეტილების უпростоრად, აი გადაწყვეტილების წინაშეა. გადაწყვეტილების მიიღება სურს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ მოვიდეს, მოგწეროთ, არ მოგწეროთ, აი არ ვიცი ამ ყველაფერზე ფიქრობს. ძალიან ბევრს ეს ადამიანი ძალიან დატვირთული აქვს თავისი ფიქრები აი ამ საკითხთან დაკავშირებით. ნაბიჯები ექნება, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ისეთი რომ თებს გადადგავს და ქვებს შეაზანზარებს ესეთი ნაბიჯები, მაგრამ მოწერა, მოკითხვა, ესეთი სახის ნაბიჯები ექნება. თუმცა იმასაც ხვდება, რომ თქვენ მასთან შედარებით ბევრად ჩამოყალიბებული, ბევრად გამოცდილი და უფრო უკვე ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ შეიძლება როლები გაცვალეთ, იცით, ეხლა ადრე თვითონ იყო ესეთი უფრო ცივი ადამიანი, რომელიც გონებით მოქმედებდა და ახლა თქვენ ხართ ესე და თვითონ არის უფრო აი თასების დედოფლის პოზიციაში, ისეთი ტიპი, აი უფრო თითქოს თავს ვეღარ იკავებს, უნდა თქვენს მიმართ გამოხატოს სიყვარული, მზრუნველობა, აი რაღაცა ესეთი მდგომარეობაში ეს პიროვნება ფიქრობს ნაბიჯებზე აუცილებლად და სავარაუდოდ როგორც ჩანს განახორციელებს ამ ნაბიჯებს, მაგრამ აქ ჯერჯერობით არ ჩანს ახლო მომავალში ისეთი დიდი ნაბიჯები, რომ თქვენ რაღაცა გადაწყვეტილება შეცვალოთ. თქვენ გიყურებთ როგორც ძალიან ისეთ დისტანციაზე მყოფ ადამიანს, ქალს, რომელიც უფრო გონებით მოქმედებს, გონება ჩართო, ახლოს აღარ იკარებს, ადრე შეიძლება თქვენ თვითონ აქტიურობდით მასთან ურთიერთობაში და თუ დაუშვათ გქონდეთ ისეთი მომენტები ხოლმე, რომ რაღაც არ საუბრობდით ერთმანეთთან, თქვენ ყოველთვის შექმნით შეიძლება ისეთ სიტუაციას, რაღაც ახლა ესეთი ენერგიები მომდის, რომ უნდა ვთქვა. შექმნით ისეთ სიტუაციას, რომ აუცილებლად გასულიყავით კონტაქტზე, ან ისე მოახერხებდით, რომ თვითონ გამოსულიყო კონტაქტზე, მოკლედ რაღაც ესეთ ცდილობდით ძალიან და ახლა ამ ყველაფერს აღარ აკეთებთ, მეგობრებო, და ახლა თვითონ არის ამ მდგომარეობაში გადასული, რომ რამე ისეთი მოხდეს, რაღაცა ისეთი ვითომ შემთხვევით, აი რაღაც ეგეთი სიტუაციები ჩამოაგდოს, რომ თლად თვითონაც არ გამოჩნდეს და მაინც გამოვიდეს თქვენთან კონტაქტზე. თქვენ ვეღარ გეკარებათ თითქოს ეს პიროვნება, შეხედეთ როგორი ხმლების დედოფალი ყავს, მებრძოლი აბჯარასხმული რაღაც ესეთი და თითქოს აი იცით როგორი დედოფალია, ეს აი ხვდება რომ ვეღარ გადგენთ რა, აი ისეთ პოზიციაზე ხართ ახლა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, თქვენ მაინც აღარაფერი აღარ გედგინებათ მისგან, იმიტომ რომ აღარ გაინტერესებთ იმ დონეზე ეს პიროვნება, რომ მისგან რაიმე საქციელი გედგინოთ და ეს არის მისთვის ზუსტად ის ფაქტორი, რომ დამანგრეველი და ის რომ გადმოდგას ნაბიჯები თქვენსკენ. აი ზუსტად ამას ვეძახი იმ ისეთ პიროვნებებს, ტოქსიკურს,
როდესაც აქვთ ის ყველაფერი, რაც სურთ, აქეთ არაფერს არ გასცემენ და როცა კარგავენ, აი მაშინ გადადიან უკვე ახსენდებათ ის, რაც უნდა ეკეთებინათ აქამდე და ნუ უკვე გვიანია ის ყველაფერი. რა ნაბიჯებს გადმოდგამს კიდევ თქვენსკენ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? ვინც პირველად მიყურებთ, გეტყვით, რომ არ მაქვს ვარიანტები, მაგრამ ერთი და იგივე კითხვას ვსვავ ბევრჯერ, რომ ვინც მიყურებთ, უმრავლესობაზე რეზონირდეს. კიდევ რა ნაბიჯებს გადმოდგამს უახლოს პერიოდში თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? აქ იმდენი შვიდიანები ამოვიდა, ფონედაც და აქ კიდევ ორი, ეს პიროვნება ზოგადად ვიტყვი ესეთ რამეს, რომ იცით რა, აქ შეიძლება იყოს რაღაცა ტიპის ნაბიჯები, მაგრამ უფრო მეტად თავშეკავებული, ან თავის შეხსენების, რადგან ეს ამდენი შვიდიანი ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნება თვითონ იზრდება აი ამ განშორების პერიოდში. თითქოს უკან, ან თუ არ ხართ დაშორებულები, თითქოს ერთი ნაბიჯით უკან იხევს ეს პიროვნება, რადგან ეს ამდენი შვიდიანები ზოგადად ნუმეროლოგიის მხრივ თუ მივუდგებით, უფრო ესეთ სულიერ ზრდას ნიშნავს. იზრდება რაღაცნაირად უკან იხევს ჯერჯერობით, იმიტომ რომ ხვდება, რომ რაღაცა ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. ხვდება, რომ სხვა ეტაპზე უნდა იყოს თვითონ, რომ თქვენთან ჰქონდეს ურთიერთობა ნორმალური. ამიტომ ეს ადამიანი შეიძლება ესე ვისაც არ გაქვთ ურთიერთობა და დაშორებულები ხართ, ეს ადამიანი, ანუ ამ პროცესშია რეალურად, რომ უყურეთ კვერთხების მეფედან იმპერატორამდე გადადის, ანუ ცდილობს შინაგანად გაიზარდოს, შეიძლება აქ მედიტაციებსაც აკეთებდეს, ან რაღაც ესეთ სულიერად იზრდება პიროვნება, არ ვიცი ვინ რას აკეთებს, შეიძლება ვიღაცა ლოცულობს და ეკლესიაში დადის და აი ესე უფრო სხვა მხრივ წარმართა თავის ცხოვრება, რომ უფრო მეტად დამშვიდეს, ჩამოყალიბდეს შინაგანად და უფრო შეძლოს პასუხისმგებლობების ხელში აღება, რადგან აქამდე კვერთხების მეფე და იმპერატორი ცოტა თითქმის რაღაცა ერთნაირი ენერგიებია, მაგრამ ადამიანი კვერთხების მეფის პოზიციაში უფრო ცოტა ნაკლებად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, უფრო ესეთი ტიპაჟია, უყვარს თავისუფლება უყვარს და ნაკლები პასუხისმგებლობები. ნუ ადამიანი არის ისეთი უფრო ნაკლებად ჩამოყალიბებული, ასე ვიტყოდი. ურთიერთობებში რა, ანუ შეიძლება სხვა საკითხში საკმაოდ ისეთი ტიპაჟია, თუნდაც კარიერაში, ბიზნესში საკმაოდ წარმატებული და სხვა ტიპის ურთიერთობებში, მაგრამ რაც შეეხება ქალთან ურთიერთობას, პირად ურთიერთობებს, მას ის მიხვდა, რომ სხვა რამე ჭირდება ამ ყველაფრისთვის, თქვენთან ურთიერთობისთვის, ჭირდება ის, რომ იყოს მეტად პასუხისმგებლიანი და მეტად შემდგარი და ჩამოყალიბებული პიროვნება და ეს ამ ყველაფრისთვის აი ამ პროცესშია, რომ გახდეს ისეთი, როგორც საჭიროა თქვენთვის და თქვენი ურთიერთობისთვის და რა თქმა უნდა ეს თვითონაც უნდა, რადგან თუ თვითონ არ უნდა ადამიანს, რაც არ უნდა სხვა მეძახოს და ეჩიჩინოს, რომ შენ ეს ყველაფერი უნდა გააკეთო, უნდა შეცვალო, თუ გინდა ჩემთან ურთიერთობა და ასე შემდეგ, ის მაინც არაფერს არ შეცვლის, თუ ის არ ფიქრობს, რომ მას რაიმე აქვს შესაძლებელი. ეს ადამიანი ფიქრობს ამ ყველაფერზე,
თითქოს ტყუილებიდან, ილუზიებიდან გამოსვლა უნდა და უნდა იყოს უფრო მეტად ესეთი უშიშარი, ასე ვთქვათ და პასუხისმგებლობით რომ შეძლოს ნაბიჯების გადადგმა. თავის თავზე, თავის ქმედებებზე იყოს პასუხისმგებელი ეს პიროვნება. აი ამ ყველაფრისთვის იბრძვის. ფიქრობ, რომ შეიძლება ძალიანაც უნდა ნაბიჯები, მაგრამ ფიქრობს, რომ ჯერ თავს იკავებს ამ ყველაფრისგან. მეგობრებო. კარგი, კიდევ ერთხელ ვიკითხავ. რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ? რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ? უახლოეს მომავალში. მეგობრებო, აი აქ ვისთანაც იყო გაჩერებული, გაყინული სიტუაცია, ადამიანი, რომელიც შეიძლება აქ გრძნობები, მაგრამ არ გამოხატავს თავს, იკავებს და რაღაცა საზღვრებშია, ხო, ეს პიროვნება თავის საზღვრებში. აქ აი რაღაცა ძირფესვიანად იცვლება, მეგობრებო, სრულდება აი ეს სიტუაცია, ვისაც აი ესეთი სიტუაცია გქონდათ, რომ ეს ადამიანი იყო ესე თავისთვის, თავშეკავებით, თითქოს აი ცოდნის დონეზე რომ იცი, რომ კი აქვს გრძნობები, მაგრამ ამას არც სიტყვებით გამოხატავს, არც ქმედებით, არაფრით საერთოდ, ხო? არ გაგრძნობინებს არაფერს სიტყვები, ვისაც უნდა თუ არ ვიგრძენი, ხო? ამ ადამიანისგან ეს ყველაფერი არ გაგრძნობინებდათ არაფერს, აი ეს ძირფესვიანად ინგრება, აი კოშკი მოვიდა, მეგობრებო. და სამყაროს არკანი, აი დასასრულია ამ სიტუაციის და თითქოს აი იცით როგორი ენერგია მომდის, თქვენ რაც ითმინეთ, აი ამის საზღაური აუცილებლად გექნებათ, აი აგინაზღაურებთ ეს პიროვნება იმ ყველაფერს და აქ რაღაცა ყურეთ ორი დასრულების არკანი და ორი თავიდან დაწყების, რაღაცა ნულიდან დაწყების არკანი, აქ თასების ტუზი, რადგანაც ამოვიდა ეს პიროვნება უფრო მეტად გამოხატავს თავის გრძნობებს, გამოუშვებს გარეთ, რასაც ამდენი ხანი შიგნით ინახავდა და არ გიმხელდათ და ეს თქვენთვის იქნება რაღაცნაირი საჩუქარი, აი თითქოს რაღაცა სრულად ახლის, რაღაცა სტაბილურობისკენ მიმავალი გზა. შეიძლება სრულად ნულიდან, მაგრამ ახლის და სტაბილურობისკენ მიმავალი გზა დაიწყება. აი ესეთ ნაბიჯებს გადმოდგამს ეს პიროვნება თქვენსკენ. აქ საკმაოდ ისეთი არკანებია. განულების არკანი, ნულოვანი არ ჩანს, მაგრამ აქ არის ორი დიდი არკანი, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის რაც ადრე იყო, აღარ გამეორდება, დასრულდა რაღაცა ერთი ციკლი თქვენს ცხოვრებაში და ეს ადამიანი ნულიდან რაღაცა ახლიდან დაიწყებს ყველაფერს, უფრო მეტად ემოციებით და უფრო მეტი სტაბილურობით, რაღაცა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს პიროვნება ნამდვილად. აქ ყველაზე დიდი რაც ჩანს არის ის, რომ ის რაც ადრე იყო, ის ფორმატი აღარ გამეორდება, მეგობრებო. და ყველაფერი დაიწყება თავიდან, რადგან ეს მას უნდა. ისეთი ქარია, თუ გესმით ვიდეოში, ხმა არ შეიმჩნიოთ. ძალიან ძლიერი ქარია. ხო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ აქ ჩანს ისეთი პიროვნებები, ზედა შიც და აქაც, რომ ადამიანებს უნდათ, რომ შეიცვალოს რაღაცა და შეცვლიან თვითონ, რადგან უნდათ ეს ყველაფერი. და თუ არ უნდა პიროვნებას რაიმეს შეცვლა და არ თვლის ამ ყველაფერს საჭიროდ,
არც არასდროს არ შეცვლის. ვისაც უნდათ ისეთი რაღაცები შეუცვლიათ ცხოვრებაში, მეგობრებო, რასაც შეიძლება თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ. ამიტომ ყოველთვის ვუყუროთ მეორე ადამიანის ქმედებებს და არა იმას, ჩვენ რას გვსმენთ მის მიმართ. ხო? ეს არის ზოგჯერ გვერდება ხოლმე ის მომენტი, რომ ჩვენ გვიყვარს, ჩვენ ვართ აღფრთოვანებული მისით და გგონია, რომ ისიც უნდა იყოს და მისგან ვერ ვიგებთ ამ დროს იმ ყველაფერს და ეს გადადის მერე ეს სიტუაცია ძალიან დიდ ტკივილში, რაც საკმაოდ რთულია, საიდანაც რთულია გამოსვლა საკმაოდ და ამიტომ თუმცა ძალიან დიდი გაკვეთილია ცხოვრებისეული ეს სიტუაცია და ვინც ცulis რომ ჩათვლის რომ ეს სამყარომ გამოუგზავნა მას გაკვეთილად და იმიტომ რომ მეორედ იგივე ფორმატით აღარ შევიდეს ურთიერთობებში ის პირიქით იზრდება სულიერად, შინაგანად იზრდება და უფრო უკეთესი ურთიერთობები და ადამიანები მოდიან მის ცხოვრებაში. ამიტომ არასდროს მიიღოთ ტრაგედიად ის, რომ თქვენ რაღაცა ურთიერთობაში არ გაგიმართლეთ. თუ მიიღებთ იმ ტანჯველ ურთიერთობას გაკვეთილად, აუცილებლად გაგიმართლებთ შემდეგ ურთიერთობაში უმრავლობითში არ ვიტყვი. წარმატებულ დღეს გისურვებთ, მეგობრებო, დაგემშვიდობებით. პირადი სესიებისთვის დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 591-16-23-25 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ ხოლმე მეგობრებსაც, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და ბევრ ადამიანს დაეხმაროს კონკრეტული ვიდეო გადაწყვეტილების მიღებაში. დროებით.